დიდმარხვის მოსამზადებელ პერიოდთან დაკავშირებით, რომელიც მეზვერე და ფარისებლის კვირიაკით იწყება, საზანოს მთავარანგელოზ და მიქაელისა და გაბრიელის სახელობის ტაძარში წირვა ჩატარდა. დეკანოს დავით ჭანტურიძის თქმით, რომელმაც ტაძარში საღვთო ლიტურგია აღასრულა, ეს არის დღე, რომელიც ადამიანებს ეხმარება იმის გაცნობიერებაში, თუ რატომ უნდა მივიდნენ ტაძარში და ეს ცხოვრების წესად აქციონ. აღსანიშნავია, რომ წირვის მიმდინარეობისას ტაძარში დაბრძანებული იქნა წმინდანთა ნაწილები, მათ შორის წმინდა გიორგისა და ღირსი მამა გაბრიელის. წირვას ადგილობრივებთან ერთად მეზობელი ეპარქიების ეპისკოპოსები და მღვდელმსახურები ესწრებოდნენ. ჩვენთან ასვეთ დღევანდელი დღის მეზვერის და ფარისელის კვირიაკით იწყება დიდმარხვის მოსამზადებელი პერიოდი. და მეზვერი და ფარისელის კვირიაკი არის ის დღე, როცა ჩვენმა გავაცნობიეროთ, რატომ უნდა მოვიდეთ ტაძარში. რა თქმა უნდა, ტაძარში მოვდივართ სამოცავად, ლოცვისთვის, მაგრამ თუ რა უთხრა უფალმა თითოეულ ჩვენთანაც მორწმუნეს, რომ ორი კაცი შევიდა ტაძარში სამოცავად, ერთი ფარისეველი, მეორე მეზვერი, რომ სულიან განსხვავდებოდა ამ ორი ადამიანის გულის დამოკიდებულება, ლოცვისა და საერთოდ ადამიანთა მიმართ, როცა ფარისეველი ლოცულობს და თავს იწონებს, რომ მადლობა ღმერთო, რომ არ ვარ ისეთი, როგორც ეს მეზვერი, კაცები, მემრუშე, ორგზის მიმარხა და გავცე მოწყალებას, მან დაკარგა მადლი, ხოლო მეზვერე მოცულობს უბრალოებას, ხოლო საკუთარ ცოდვებს ხედავს და ამბობს, რომ ღმერთო, მიხინე მეცოდნელს ამას და უფალი ამბობს, რომ მეზვერე გამოვიდა განმართლებული და იგავს ასრულებს ამ სათხმელით, რომ რომელმა რომელმაც აიმაღლოს თავი, იგი დამდავროს და რომელმაც დაიმდავროს თავი, იგი ამაღლოს. და ეს არის ნიშანდობლივი სიტყვები, რომ ნებისმიერმა ადამიანმა ლოცვა უბრალოდ თანდაბლობით, არა მრავალსიტყვაობით, არა მრავალსიტყვაფუძ სიტყვაობით, არამედ ის ლაკონური ცოდნების მიტება უნდა თხოვოს პირველ რიგში უფალს და მოყვასის სიყვარული გააჩნდეს, რაც მეზვერემ კარგად გამოხატა მხოლოდ საკუთარი ცოდნების გაცნობიერებით. ესე იგი, მარხვა ჩვენ უნდა დავიწყოთ სიმდაბლით და საკუთარი ცოდნების ხედვით. მოგბადოთ უფალმა განცდა თვისა ცოდვათა და რა გაგეთბა წვისა ჩემისა. რამე თუ კურთხევლას ღმერთი ჩვენი ყოვლაბი აწვა მარადის და უთმითი გულსავია. ძალიან ბედნიერი ვარ დღევანდელ დღეს, ჩვენთან ჩვენი მეთაური ყემოსა თეზო მიტროფოლიტი გიორგი მოგზავნა და არა მარტო მე, არამედ ჩემი სულიერი შვილები დამილოცა. მადლობა უფალს, მადლობა უწესრეს და უმეტარას ილია მეორეს, მადლობა მოსაყრე მეოფეშიოს, რომელსაც დიდი თავდაბლობით, დიდი უბრალოდ და სიყვარული გულოცავ ასევე დაბადების დღეს. და მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც დღევანდელი დღე მომილოცა და გამილამაზეთ თქვენ ყველაფერი ეს დღევანდელი დღე. მეთად აგლოცო და გაგახაროთ. ამ ოვაციებმა ზესტაფონის ელდარ შალამბერიძის სახელობის ხელოვნების სკოლის დარბაზი საფორტეპიანო პიესების ციკლის შესრულების შემდეგ მოიცვა. წელიწადის დრონის 12 პიესა ამდენივე ახალგაზრდა მუსიკოსმა წარმოადგინა, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონების სასწავლებლებიდან შეარჩიეს. გავრცელებული ინფორმაციით საკონცერტო საღამომ ნათლად წარმოაჩინა ახალგაზრდა პიანისტების პროფესიული ზრდა და მიზანმიმართული შემოქმედებითი მუშაობა, დონითა და სტილისტური სიზუსტით შეასრულეს. პროექტში მონაწილეობდნენ რუსთავის, ბათუმის, ზესტაფონის, თბილისის, თელავის, სენაკისა და ჭიათურის წარმომადგენლები. ჩვენი ქალაქის მუსიკალურ შესაძლებლობებს მარიამ ზივზივაძე, კესო თუთბერიძე, ნიკოლოზ ალავიძე და თამარ მალაღურაძე წარმოადგენდნენ. გახდა წინასწარი რეპეტიცია პროექტისა, რომელიც თბილისის კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში ჩატარდება.
რჩეულ მოსწავლეებს პირველ განყოფილებაში პროფესიონალი მსმენელი მოусმენს. ბუნებრივია მათ შორის იქნება პროექტის სამხატვრო ხელმძღვანელი ვალერიან შიუკაშვილი, რომელიც ახალგაზრდა შემსრულებლების შემდეგ მუსორგსკის საფორტეპიანო ციკლს შეასრულებს სახელწოდებით სურათები გამოფენიდან. საქართველოს ქართული სპორტის ღირსეულ წარმომადგენელს ლეგენდარულ მოჭიდავეს მიხეილ სალაძეს ემშვიდობება, რომლის სახელიც ქართული ჭიდაობისა და სპორტული სამყაროს ისტორიას შემორჩება როგორც სიმტკიცის, ღირსებისა და პროფესიონალიზმის სიმბოლო. მიხეილ სალაძე იყო ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი, მსოფლიო უნივერსიადის სამგზისა და სესერე კავშირის 4 გზის ჩემპიონი, არაერთი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული და პრიზიორი, სპორტის რაინდი, ღირსების ორდენისა და ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენის კავალერი. მიხეილ სალაძეს მინიჭებული ჰქონდა ზესტაფონის საპატიო მოქალაქის წოდება. მის სახელს ატარებს ზესტაფონის სპორტის სასახლე, სადაც მოგვიანებით მიხეილ სალაძის სახელობის ვარსკვლავიც გაიხსნა. დიდია მისი ღვაწლი სახელმწიფო სამსახურში ყოფნის დროსაც. შინაგან საქმეთა სამინისტროსა და დაცვის პოლიციის დეპარტამენტში მოღვაწეობის დროს ის ყოველთვის სამშობლოს სადარაჯოზე იდგა. 2014 წელს მან ილოს როლი შეასრულა გიორგი შენგელაიას მხატვრულ ფილმში ხარება და გოგია. მისი სახელი და გამარჯვებების სამუდამოდ დარჩება ჩვენი ქვეყნის ისტორიას. მიხეილ სალაძე 2026 წლის 31 იანვარს 72 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაიცვალა ლეგენდარული პიროვნება 72 წლის ასაკში მსოფლიოს ჩემპიონი, საბჭოთა კავშირის არაერთ სამგზის გამარჯვებული და ვახტანგ გორგასლის კავალერი, ძალიან ბევრი ტიტულის მფლობელი. მიენიჭა ჩვენს სამსახურს მიხეილ სალაძის სახელი, უმბერაზი ადამიანი იყო ნამდვილად და მათგან ძალიან ბევრი მაგალითებს ვსწავლობდით და ეს ახალგაზრდები, რომელიც მოჭიდავეები ყვა, სპორტსმენები ყვა, სხვადასხვა სახეობები გვაქვს ჩვენ აქ და ვცდილობდით, რომ აგვიღო ყოველთვის მისგან მაგალითი და არა მარტო მაგალითი, ჩვენი მეგობარი იყო და იგივე ჩემი ოჯახის უახლოესი მეგობარი იყო და ახლობელი იყო. უამრავი მოსწავლე სწავლობს ჩვენს სკოლაში და როცა ვარსკვლავი გავხსენეთ, სულ კითხულობდნენ ვინ იყო ეს პიროვნება, ვინ იყო ეს ადამიანი და როცა უხსნით ჩვენ მასწავლებლები, მსმენელები, დირექტორი, მეც და უხსნით რა პიროვნება იყო, რა ადამიანი იყო და აქედან გამომდინარე ბევრი მაგალითი მივეცით მომავალ თაობას. სამუშაოების დასრულების შემდეგ კარგად გამოჩნდა, რომ ტერიტორიაზე პროექტის შესაბამისად, როგორც იყო გათვალისწინებული 6 ტერასული საფეხური, ძალიან კარგად დაჯდა ამ შემთხვევაში და ძალიან კარგად გამოიკვეთა ფერდობის ციცაბო დახრილებიდან გამომდინარე. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ წინა შემთხვევაში ხალიფაურის ზეგანზე დაახლოებით ესეთი სიტუაცია იყო, მაგრამ აქ უფრო სიმჭიდროვეა, იგივე სცენარეული საფარია და აი ხუთი საფეხური ნამდვილად არ გამოვიდოდა და ყველაზე რთული ფაქტორია მუშა პროცესში ის იყო, რომ რთული მეტეოროლოგიური პირობები დაემთხვა თოვლის სახით და ამ ეტაპზე სამუშაოების ხარისხიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს პრობლემას გადაჭრილია. კი, მაღალი ხარისხის ნამუშევარია ნამდვილად. უნდა აღინიშნოს ოპერატორების პროფესიონალიზმი, ექსკავატორების და ბულდოზერების ძალიან კარგი ნამუშევარია, ისეთი მაღალ პროფესიონალური და ტერასების დახრის კუთხე იდეალურია და ვთვლი რომ განამტკიცებს ეს ყველაფერი ასეულ რეგიონებს. გეთახმები ნამდვილად და ეს არსებული ტერასები საშუალებას მიცემს ტერიტორიაზე, რომ არცილებული იქნას ზედაპირული წყლების ზემოქმედების შედეგად გაჩენილი ხარტაფები და ხემ-ხამები. ასე რომ ამ ტერიტორიაზე შევამცირეთ ესე ვთქვათ გარემოს დაცვითი და ტექნოგენური რისკები. კი. კომპანია ჯორჯიერ მანგანეზე ზამთრის პერიოდში აქტიურ რეჟიმში აგრძელებს ტექნიკური რეკულტივაციის სამუშაოებს. ახლა ვიმყოფებით ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედარგანში, სადაც 12000 კვადრატულ მეტრზე ჩატარდა ტექნიკური რეკულტივაციის სამუშაოები, რომლის შედეგადაც ამ ტერიტორიაზე განხორციელდა არსებული ფუჭიქანების, ხარტაფების და ორმოების მოვსება, გლუვად გადასწორება და ტერასების მოწყობა. ჩატარებული საუელი კვლევით შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ტექნიკური რეკულტივაციის სამუშაოები ჩატარებული არის ქვეყანაში მოქმედი სამთო ნორმებისა და წესების სრული დაცვით და გარემოს დაცვითი სტანდარტების შესაბამისად. აქედან გამომდინარე,
ტერიტორიაზე უკვე გაზაფხულიდან შეგვიძლია ჩავატაროს ბიოლოგიური რეკულტივაციის სამუშაოები.